პლანეტა მარსის გარშემო მსჯელობა არასდროს წყდება. ის არა მარტო მეცნიერების, არამედ კინემატოგრაფების, მწერლების და იმ მეოცნები ადამიანების მუზაა, ვისთვისაც დედამიწაზე ცხოვრება საკმარისი არ არის. ამ განსაკუთრებული ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მარსზე სიცოცხლის ნიშნები იპოვეს, რაც ოცნებას რეალურს ხდის, თუმცა არც ისე ახლოსაა, რომ მის თავისებურებებს საკმარისად ვიცნობდეთ. იმ დროში, როცა მარსზე კოლონიზაცია განიხილება, წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება მარსზე და რამდენად რეალურია ეს. ამბიციები საკმაოდ ფანტასტიკურია. მარსი მზიდან მეოთხე პლანეტაა. სახელი რომაული ომის ღმერთის საპატივცემულოდ დაერქვა, ასევე ცნობილია როგორც წითელი პლანეტა. მარსზე თეორიულად სამჯერ უფრო მაღლა შეგიძლიათ აღდგომა ვიდრე დედამიწაზე გრავიტაციიდან გამომდინარე. დედამიწიდან გაშვებული 39 მისიიდან მხოლოდ 16-მა მიაღწია წარმატებას. მარსის ნაწილები დედამიწაზე აღმოაჩინეს, რამაც ხელი შეუწყო მეცნიერებს გამოეკვლიათ მისი თავისებურებები, ვიდრე კოსმოსურ მისიებს განახორციელებდნენ. მარსზე მზის სისტემაში ყველაზე დიდი მთა მდებარეობს ოლიმპუს მონსი, მილიარდობით წლის წინ ფორმირებული ვულკანი, სიმაღლეში 21 კილომეტრს აღწევს, 600 კი დიამეტრში. მზე მარსიდან იმის ნახევარი ზომის ჩანს, ვიდრე დედამიწიდან ხედავთ. რა მსგავსება დედამიწას და მარსს შორის? მარსის მსგავსება დედამიწასთან კოლონიზაციის განხილვისას დამაიმედებლად ჟღერს, თუმცა ეს არც ისე ბევრია. ესენია: მარსის დღე საკმაოდ ახლოსაა დედამიწის დღესთან. ჩვენს მსგავსად მარსზე დღე-ღამე 24 საათს, 39 წუთს და 35 წამს ითვლის. მარსზე სეზონები დედამიწის მსგავსად იცვლება, თუმცა თითოეული სეზონი უფრო დიდხანს გრძელდება, რადგან მარსული წელიწადი 1,88 დედამიწის წელს უდრის. რა განსხვავებაა დედამიწასა და მარსს შორის? ატმოსფერული წნევა მარსზე გაცილებით დაბალია ამსტრონგის ზღვარზე, სადაც ადამიანებს შესაბამისი წნევის კოსტუმის გარეშე გადარჩენა შეუძლია. მარსზე კლიმატი საგრძნობლად მკაცრი და ცივია. ტემპერატურა შესაძლოა -124 გრადუსამდეც დაეცეს. მართალია ვახსენეთ, მაგრამ წყლის არსებობის ნიშნები იმედის მომცემია, თუმცა იმაზე ნაკლებია ვიდრე დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოში. მარსიდან ვერ დაინახავთ ღრუბლებს, ვერც წვიმაში გაისერინებთ. იქ მუდამ მზე ანათებს. გარდა მტვრის ხარისხლიანი დღეებისა, რომელიც საკმაოდ ხშირია და ხან თვეები გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი უსიამოვნება რადიაციაა. მარს მაგნიტური ველი და სქელი ატმოსფერო არ გააჩნია. შესაბამისად, მისი ზედაპირი რადიაციისგან დაცული არ არის. კოსმოსის ათვისების პროექტში საქართველოს ჩაერთო. შეიქმნა ვერტიკალური სათბურ ლაბორატორია ვაზის კულტივაციის მიზნით.